მე ვარ აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ლაშა ვაშაკიძე. მინდა გამოგევეხმაურო გუშინდელ თემებს აგრარული უნივერსიტეტისთან დაკავშირებით. მინდა გამოვეხმაურო პირველ რიგში მონიტორინგის სამსახურის დასკვნას და მინისტრის განცხადებას. ჩვენთან აგრარულ უნივერსიტეტში იყო მინისტრი მოსული, სადაც კითხვაზე რომ მონიტორინგის სამსახურსთან რა კავშირი აქვს, მათ თქო ჩვენ კვალიფიკაციაში არ შედის რომ ჩავერიო დაუშვათ მონიტორინგის სამსახურში, მაგრამ მოდი აღწეროთ რის გამოც მინისტრმა უნდა ერეოდეს ამ საქმიანობაში. პირველი არის ის რომ მინისტრის დაქვემდებარებაში ალბათ მინისტრმა თვითონ თქვა რომ მე ვამოწმებ ხარისხს. თუ კი იგი ხარისხს ამოწმებდა, ესე იგი ხარისხის ცენტრთან შეხება აქვს. პირველ რიგში, როდესაც შეხება აქვს, ზუსტად კომისიის წევრები ენდობოდნენ მონიტორინგის შეჯამებულ ინფორმაციას. მონიტორინგის ჯგუფის, რომელიც არიან, ასე ვთქვათ, უნამუსო ადამიანები, რადგან მე სხდომაზე ვიყავი და იქ ისეთი ფაქტები დაფიქსირდა, რომელიც უნდა გახმაურდეს ტელევიზიაში. ერთ-ერთი ფაქტი იყო ის, რომ დასკვნა მონიტორინგის სამსახურის პირველ სხდომასა და მეორე სხდომაზე იყო სხვადასხვა. მეორე დასკვნაში ბევრი რამ იყო დამატებული. ანუ ეს დარღვევები თუ ნახეს, რატო არ გამოაჩინეს პირველ სხდომაზე, ხო? ეს იყო უკვე მეორედ ალბათ თავის დაცვის მიზნით მოუმატეს თავის დოკუმენტებს, გაზარდეს და იქ რაღაც წვრილმან დარღვევებზე ჩაწერეს. რაც ერთ-ერთი სურპრიზი აღმოჩნდა ჩვენი მხრიდან, რადგან ეს არ იცოდა აგრარულმა უნივერსიტეტმა. და ისინი გვიმტკიცებენ, რომ თურმე ეს დოკუმენტი ჩვენ გადავაწოდეთ მათ. მინდა ერთი ფაქტი აღვნიშნო, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც კომისიის დადო და ეს დასკვნა იყო წინასწარ მიღებული, რადგან გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგრარულ უნივერსიტეტს 11 მარტს ღამის 12:30-ზე, როცა სხდომა მორჩა 5 საათზე, დაუბლოკეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული ბაზები. ანუ ჩვენი ბაზები მიუწვდომელი იყო, ანუ განათლების სამინისტროს ბაზები, რადგან ესე იგი ავტორიზაცია შეჩერული ჰქონდა. რატო დაიბლოკა ეს ბაზები? ეს IT სპეციალისტმა სპეციალურად გადაამოწმა, ეს იყო ერთ-ერთი ხრიკი, მათ ეგონათ, რომ ამ დროს IT-შნიკი ალბათ არ შეამოწმებდა, მაგრამ IT სპეციალისტმა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. ამიტომ, რადგან ეს ინფორმაცია დაიბლოკა 11 მარტს, როდესაც დასკვნა კომისიამ დადო 12 მარტს 5 საათისთვის. თვლით რომ ეს გადაწყვეტილება იყო წინასწარ მიღებული. ამიტომ მინდა რომ ეს ფაქტიც აღვიძოთ. ამასთან კიდევ მიმართებაში მინდა ვთქვა ის რომ მონიტორინგის სამსახური, რომელიც ამტკიცებს რომ წვრილმან დარღვევები კი არა, ეს დარღვევები არის ძალიან დიდი და სწავლის ხარისხს უშლის, ხელს და განვითარებას უშლის, მე მინდა არგუმენტად მოვუყვანო ერთი რაღაცა. როდესაც ისინი შემოვიდნენ ჩვენთან უნივერსიტეტში და დაიწყეს შემოწმება. მაშინ, როდესაც ლექციები არ ტარდებოდა, ანუ სწავლა შეჩერებული იყო, ლექტორები და სტუდენტები არ იმყოფებოდნენ, ამ დროს ისინი არც ბიბლიოთეკის თანამშრომლებს არ ეკონტაქტებოდნენ, ანუ თუ მათ გონიათ რომ გვაკლია 10 წიგნი, ამათ წიგნზე, რომელზეც დავა იყო და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, ეს 10 წიგნი იყო, ერთ-ერთს მოგახსენებთ, წიგნი, რომელიც 2016 წელს ან 17 წელს უნდა ისწავლოს რომელიღაცა კურსმა. ეს წიგნი ჯერ ანუ საიდან უნდა არსებობდეს ეს წიგნი ჯერ? შეიძლება 4 წელიწადში ძალიან ბევრი რამე შეიცვალოს და უკეთესი წიგნი გამოვიდეს, ხო? აი ამ წიგნებზე იყო საუბარი და მათ რო კარგად ეთანამშრომლობთ ჩვენ ადმინისტრაციასთან, მათ ყველა ინფორმაცია ექნებოდათ. ადმინისტრაციასთან არ ქონდათ მაქსიმალური ურთიერთობა. ანუ არ შემოდიოდნენ დიალოგში, არ ქონდათ ხშირი კონტაქტი. მე მგონი სასაცილოა ის ფაქტიც, რომ ზოოვეტერინარულ კლინიკას ისინი ეძებდნენ სასწავლო შენობაში, რომელიღაც აუტორიას ეწერებოდა კლინიკა, ზოოვეტერინარული კლინიკა. ეს სასაცილოა, მე მგონი ამას ცალკე შენობა აქვს და მე მგონი რომ მოითხოვათ ეს დოკუმენტი რომ ენახათ. მათ არ მოითხოვეს და ზუსტად დაიწყეს ფურცლებში ქექვა, სადაც რაიმე დარღვევების გადაკეთება მოხდა, რადგან მათ არ შეეძლოთ თუნდაც ის რომ სიტყვების თამაშით რაღაც დარღვევები აღმოეჩინათ. ის რომ თუმე აკადემიურ წერაში, ესეც საგანში, სილაბუსში მითითებული არის რაღაცა ლიტერატურა, რომელიც ჩვენ ბიბლიოთეკაში არ გაგვაჩნია. ამ დროს ისეთი საგანია აკადემიური წერა, რომელსაც ლიტერატურა არ ჭირდება, წიგნი არ ჭირდება. ამიტომ ესეთი დარღვევების გამო ხდება ის, რომ ჩვენ არასწორ ინფორმაციას ვიღებთ. მონიტორინგის სამსახურს არანაირი უფლება არ აქვს რაღაც უაზრო ფაქტებით კომისიის წევრებს მოახვიონ თავზე რაღაც უაზრო ფაქტები. ეს ჩემს მიმართ მე პირადად ვიყავ და ჩემი განმოსახედიდან პირადად მე ვიძახი, რომ არ უნდა ხდებოდეს ესეთი რამ, რადგან როდესაც მონიტორინგის ჯგუფი შემოდის უნივერსიტეტში და ევალება სწავლის ხარისხთან მიმართებაში რაღაც გაკონტროლება, მე მგონი
საფუძვლიანი იქნება ის, რომ მეტი კავშირი ქონდეთ ადმინისტრაციასთან და ყველა დარღვევასთან გააკეთონ რეაგირება იმ სახით, რომ ეს იყოს სამართლიანი. და არა ის, რომ რაც უნდათ იმას დადებენ. დოკუმენტი, რომელიც პირველ ცნობაზე იყო და იქ იყო ძალიან ბევრი დარღვევები, მაგრამ ეს დარღვევები ზოგი აღმოფხვრელი იყო შემდგომში და ახალი დოკუმენტი როცა მოიტანეს, იქ ახალი დარღვევები იყო. ამ დარღვევებზე ჩვენი მხარე, ანუ უნივერსიტეტის მხარე უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული. მაგრამ ესე არ მოხდა. ეს ოქმშიც არის აღბეჭდილი. აქციას რაც შეეხება 2 საათზე ვაპირებთ განათლების სამინისტროსთან და მოუწოდებ ყველა სტუდენტს ძალიან დიდი თხოვნით რომ შემოგვიერთდნენ, რადგან ძალიან ბევრი არასამთავრობო აპირებს შემდგომ რაღაცას, რომ აპირებენ იგივე საჩივრების დაწერას, რაც ჩვენ უნივერსიტეტზე მოხდა. მაგრამ ჩვენ უნივერსიტეტზე საჩივარი დაწერა ძველმა განთავისუფლებულმა პროფესორებმა. მაგრამ მინისტრთან განცხადებისას თქვი, რომ თუ ჩვენ დავწერთ ყველა უნივერსიტეტზე საჩივარს, შემოწმდება თუ არა ყველა უნივერსიტეტი. ამაზე პასუხი იყო, ან შემოწმდება, ან არა. ანუ კანონში ზუსტად ასე წერია, რომ იგი არის უფლებამოსილები, უნდა შეამოწმოს, უნდა არა. მაგრამ თუ კი იგი უფლებამოსილი იყო, რატომ თქვა, რომ მე ვალდებული ვიყავი აგრონ უნივერსიტეტი შემომოწმებინაო? ის უკვე თავის ვალდებულებებზე ლაპარაკობს. მისი ვალდებულება არ ყოფილა პირველ რიგში და მას შეეძლო აგრონ უნივერსიტეტი არ შემოწმებინა. და მან კარგად იცის, რომ თუ კი ნახა ის ინფრასტრუქტურა და ის ლაბორატორიები, რომელზეც გუშინ თვითონ ილაპარაკა და თქვა, რომ ესეთ ინფრასტრუქტურას ვინატრები ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, მან კარგად იცის, რომ სწავლის დონეც ძალიან მაღალ დონეზეა ჩვენთან და კარგად იცის, რომ ეს უნივერსიტეტი არ უნდა შემოწმებინა და იგი არ იყო ვალდებული შემოსულიყო. ჩვენი აზრია, რომ არ უნდა შემოწმებინა. მაგრამ თუ შეამოწმებდა, უნდა შემოწმებულიყო სამართლიანად და არა ისე, როგორც ჩვენი უნივერსიტეტი შემოწმდა. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღიბეჭდება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ავტორიზაცია აღვიდგეს. რატომ უნდა ქონდეს ავტორიზაცია ჩამორთმეულ უნივერსიტეტს, რომელიც რეგიონში არის ერთ-ერთი საუკეთესო? რომელიც უნივერსიტეტის ჩაბარების ხრივ ქულების მაქსიმალურ რაოდენობით მე-6 ადგილზე ვართ. მაღალი ქულების ან რეიტინგში ვამბობ. ანუ დაბალქულიანი სტუდენტი უკვე ვეღარ ხდება ჩვენთან, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი კონკურსია. რაც დაუშვად სახელმწიფოს ხელში როდესაც იყო ეს არ ხდებოდა. მინისტრთა შეხვედრა დაგეგმილია, მინისტრმა თვითონ გააკეთა განცხადება და ჩვენ მინისტრს შეხვდებით ნებისმიერ დროს, როცა მოახერხებს და როცა ნებისმიერ შეხვედრაზე ვართ თან ახლა მინისტრთან და ნებისმიერ მონიტორინგის ჯგუფთან. მონიტორინგის ჯგუფთან ძალიან გვინდოდა რაღაც სტუდენტთა შეხება ქონდათ, მაგრამ მათ არ ისურვეს თვითონ. და რაღაც რობოტებივით იჯდნენ და რაღაც ცივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ზემოქმედებდნენ სხვა ალბათ ადამიანებზე, რომელიც მათ მხრიდან ვის უფლებასაც ალბათ იცავდნენ. ეს არ იყო სწორი. მონიტორინგის სამსახური ძალიან უსამართლოდ მოგვექცა. რადგან აღბეჭდა ის ფაქტები, რომელიც არ უნდა აღებეჭდა და არასამართლიანი იყო. მონიტორინგის ჯგუფთან შემიძლია თავისუფლად თქვა, რომ ისინი არასამართლიანად იქცევიან. განათლების მინისტრმა ხომ თქვა, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოასწოროთ ის ხარვეზები, რომელიც არის ამ დასკვნაში და შემდეგ შეიტანოთ ხელახლა განაცხადი ავტორიზაციის აღდგენაზე და ამ გზაზე რა სიტყვით ამბობთ? კომისიის დასკვნა გახსნათ. აგრარულ უნივერსიტეტს ჩამოერთვა ავტორიზაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეუჩერდა. მაგრამ კანონში იყო ზუსტად ესეთი რამ. ან უნდა ჩამორთმეოდა, ან არა. ჩვენ ჩამოგვერთვა. ეხლა რა ხდება ამ დროს? ჩვენ ანუ ავტორიზაციის გარეშე ჩვენ მოგცეს სწავლის უფლება. რატომ უნდა ვისწავლო მე, მაგალითად სტუდენტმა, რომელიც მე-4 კურსზე ვარ და დავამთავრე, ავიღე დიპლომი. ამ დიპლომში იქნება რა, რომ მინისტრის აზრით მე მასწავლენ არაკვალიფიცირებული ლექტორები და დიპლომი ავიღე, რომელიც არა დიახ, გასაგებია ჩვეულებრივ, მაგრამ თურმე მე მასწავლენ ის ლექტორები, რომლებიც არიან ბაკალავრები და მათ ცოდნა არ აქვთ. მინისტრის განცხადებიდან და კომისიის წევრებისგან გამომდინარე. მაგრამ დიახ, დიპლომში არ ფიქსირდება, მაგრამ მე დავამთავრე იმ დროს, როდესაც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია არ ქონდა. და ეს არც დოკუმენტში არ წერია. დასკვნა უნდა ყოფილიყო ან წდება, ან არა. და არა ის, რომ დავუშვათ, ჩვენ შეგვიწყო, მაგრამ სწავლა გაგრძელდა. ეს არ არსებობდა. ეს არის რაღაც ახალი კანონი ალბათ. მე მგონი გუშინდელ განცხადებასაც მოусმენთ კახა მემდუქიძეს. ანუ მინისტრმა
თქვენ კითხვაზე უპასუხებ რა მინისტრმა ანუ ავტორიზაციის საბჭომ გამოგვიტანა რომ ავტორიზაცია უნდა ჩამოგვერთვა შეგვიძლია იმიტომ რომ არ გვაყოფილებს ჩვენ იმ კრიტერიუმებს რომელიც ავტორიზაციისთვის აუცილებელია მაგრამ მათ ასევე მიიღეს გადაწყვეტილება რომ მოგვცენ სემესტრის დამთავრების უფლება მე მიჩნდება კითხვა სტუდენტს რომ თუ საბჭო თვლის რომ აგრარულ უნივერსიტეტში ირგვალ კრიტერიუმები და მათ არ აქვს სწავლის მაღალი ხარისხი და იქ არ შეიძლება რომ სტუდენტმა მიიღოს ცოდნა ესეთ მდგომარეობაში მაშინ რატომ იღებენ მეორე გადაწყვეტილებას და სტუდენტებს რატომ გვეუბნებიან რომ თქვენ ეს სემესტრი დაამთავრეთ როცა მათ გადაწყვეტილებას ჩანს რომ იქ სწავლა დღეს არ არის სათანადო და ისინი ამბობენ რომ იქ სწავლის ხარისხი არის დაბალი ჩემთვის ეს ორი გადაწყვეტილება შეუსამართლებელია ერთმანეთთან რაც შეეხება აქციას მინდა ვთქვა რომ დღეს განათლების სამინისტროსთან 2 საათზე ვიკრიბები სტუდენტები ასევე დაგვიჭერენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც მხარს და ყველა ის მოქალაქე რომელიც გვერდზე დგას და აპროტესტებს სტუდენტების სამართლიან მოთხოვნას ჩვენ მოვითხოვთ რომ ავტორიზაცია აღუდგეს აგრარულ უნივერსიტეტს რადგან მას ჩამოართვეს არასწორად და რევიზიამ დაადგინა არასწორი ფაქტები რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის ხარისხზე არსებით ზემოქმედებას არ განიცდიან იქ იყო რაღაც ტექნიკური ხარვეზები რომლისთვისაც კომისიას უნდა მოეცა 15 დღე რადგან ეს ტექნიკური ხარვეზები ყოფილიყო გამოსწორებული და შემდეგ ტექნიკური ხარვეზები ყოფილიყო გამოსწორებული და ამის შემდეგ არანაირი კითხვა და პრობლემა აღარ გაჩნდებოდა მაგრამ ამაზე ლაპარაკით საერთოდ არ ყოფილა ეს ჩვენმა რექტორმაც მოითხოვა ბოლო სიტყვაში რომ თუ რამე ხარვეზი დარჩა ისეთი რომელსაც ტექნიკური ხასიათი აქვს და სწავლის ხარისხზე არ აისახება მაშინ მოგვცემოდა ეს გონივრული ვადა მაგრამ ეს ესე არ მოხდა ამიტომ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავაანონსებთ რომ გეგმავთ განათლების სამინისტროსთან 2 საათზე შეხვედრას და მოვითხოვთ რომ ავტორიზაცია აღუდგეს აგრარულ უნივერსიტეტს